მოგესალმებით მეგობრებო, მე დღეს გადავიღებ ისევ და ისევ ვიდეოს და ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ ავაშენოთ ავტომატური სტაფილოსი, პოტეიტოსი და ჭარხლის ფერმა, ავტომატური სრულიად. ეს არის ნივთები, რაც გჭირდება და მოდი უკვე გადავიდეთ აშენებაზე. ძალიან მარტივად შენება, რადგან მარტო ეს ნივთია საჭირო და ძალიან დიდ არ მომთხოვს. მოკლედ პირდაპირ დავიწყოთ. აი ამით რომ გავაკეთოთ ოდიში მეგობრებო, უსახელოდ ამოვიწყდა. მოკლედ ეხლა ჩვენ გვექნება ასეთ რაღაცა. უნდა პირველ რიგში სადაც მოგვინდება ავტოხდარდებლები და ჩავახოთ წყალი და ზევიდან უნდა დავადოთ ეს აი ეს პრესად. ხო და ზევიდან კიდე ამას უნდა დავადგოთ ერთ ძალი შუშა. შუშა რო არ მოიყენოთ სხვა რაღაცებს შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ building ბლოკებისთვის და ამ შუშებზე ასე უნდა ვდგათ ეს თოლჩი, რადგან სიმართლე იყოს და არ დასპონდეს მობები. და ეხლა ჩვენ ვჭირდება ხო ვავიღოთ და 1 2 3 ყველა მხარეს მოკლედ ყველა მხარეს უნდა იყოს 4 ავტომატურად. წყლის რომ იწვდეს წყალი და ჩვეულებრივ და გაგაფრთხილდეს ესეც და შემდეგ რა უნდა ვქნათ? უნდა ამოვყოთ. პირველ რიგში მოდი გავაკეთოთ საითაც გვინდა. ჩავთხრით ერთ ბლოკს. მეორეს გავუდიდეთ. ამის იყოს. უფრო კარგი იქნება, რომ ცენტრი სადაც არის. ანუ აი ეს სადაც არის. აი ასე გავაკეთოთ. არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ სილამაზისთვის. და უნდა გავაკეთოთ ასეთი რაღაც. ეს. მოკლედ ეხლა უნდა მივერთოთ ჰოპერი აი ამას და ჰოპერზე დავდგათ ერთი რელსი და რელსზე აგროვებთ ესე და რელსზე დავდგათ ერთი მაინკათი. ჰოპერი ანუ მაინკათი. მარტო გავუწყდით აქ ასე უნდა დავდოთ სლაბი, უნდა გავტეხოთ რელსი და ამ მაინკათს უნდა დავადოთ ზევიდან ტრაპდორი, რომ დავაფიქსიროთ და არ ამოზრავნო იძრება. და დაიმახსოვრეთ, ტრაპდორი არ უნდა იყოს ზედა ბლოკის დაბლა, უნდა იყოს ქვედა ბლოკის მაღლა. მოკლედ ესე. ეხლა უნდა მოვაშენოთ
ამოვაშენებთ შიგნით ჩავსვათ ვილიჯერები მეგობრებო, მედია ჩემი ხმა კარგად ისმოდა. ას დამოვიწყდა და sorry. ესე უნდა იყოს და ეხლა ჩვენ დაგჭირდება ასეთი რაღაც აი ეს კიდევ დამოვიწყდა ბუდიში გიხდით აქ შეგიძლიათ ან ისე ჯობია რომ გადახოთ თორე აქ რო გადახოთ შეიძლება პატარა ზომბი შეძვრეს და მოგიკლათ ვილიჯერები ლეთ ბუდიში გიხდით დამოვიწყდა ეს რომ ასე უნდა გავაკეთოთ ასე რომ გავაკეთებთ იმიტომ უნდა გავაკეთოთ რომ ვილიჯერმა ვერ შეძლოს ტრაქტორზე ახტომა მოკლედ ეხლა უკვე დავიწყოთ ვილიჯერების ჩასმა ერთი დავსვათ აგერ ხოლო ერთი აგერ მან უკვე აიყო სამუშაო ეხლა ერთის დავუგდოთ საკმარისი იქნება რომ დავუგდოთ ეს ჯობია ან ცოტა ბევრი დავუყაროთ ან თვითონ დავუგდოთ თქვენ თვითონ რადგან შეიძლება ძალიან დიდი ხანი გაგრძელდეს ეგრე ერთი ჯერ სანამ გაიზრდება მერე მომიღებს კიდე ხოლმე დათესოს სანამ არ შეავსებს არ მიცემს მეორე ვილიჯერს ამიტომაც ჯობია რომ თავიდანვე შეავსოთ და დათესოთ თქვენ ისეთ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ახ გამიჩა ეს დავთესეთ უკვე შეგვიძლია ესეც დავუგდოთ მოკლედ ახლა გეტყვით როგორ მუშაობს და კიდევ თუ გააკეთებთ სხვა რამე ბლოკებით აუცილებლად და გლასით არ გააკეთებთ მაგალითად აუცილებლად უნდა დადგათ ტრაქტორები რაღაცა სლაბები რადგან არ დასპაუნდონ მობები ზედ და არ მოგიკლან ვილიჯერები და მეგობრებო მიდია გამოიწერთ არხს რადგან უკვე ერთი გამოწერა მაკლია 20 გამოწერამდე და ძალიან გამიხარდება თუ გამოიწერთ და უკვე ოხ შემთხვევით მოუტეხე ჯერ არაფერი გავკეთებია შეიძლება კიდევ იყოს რომ საწოლები უნდა დავდგათ რადგან როგორც იცით რომ ვილიჯერებმა გამრავლება შეძლონ უნდა საწოლები
ბევრი საწოლი, რამდენიც არიან, იმაზე ერთით მეტი რო გამრავლება შეძლო. ამიტომაც აქ არის მარტო საჭირო 3 საწოლი. რადგან როდესაც იქნება 3 საწოლი, ერთი ამისთვის, ერთი ამისთვის და მესამე ბავშვისთვის. და მაშინ დაუყრეს ამ ვილიჯერს ეს potatoes და რასაც დაარღვევინებთ. და მაშინ უკვე მოიტაცავს ეს მაინკათი და ჩავა ამ ჩესტში. კიდევ მოდი რომ განახოთ მის პროცესი. ისედაც მეგობრებო გავათენებ. მოკლედ მეგობრებო განახებთ როგორ მუშაობს. ჩვენ გვინდა ბონმილი. ბონს ავიღებ და მილად გავაკეთებ. აი მე ბონმილი. Psi. აი უკვე ეს ვილიჯერი მოსავალს, აი დაინახეთ. ეს რო გადავყარო. აიღებს, აიღო. ეხლა იმედია მიხვდება რომ უნდა აიღოს. რა გავაკეთე? აი დათესა. თუ არა ქნა. რა შვები? არ ვიცი ეს ვილიჯერი რა შვება. რომ აბა აკირო დავყაროთ. აიღებს და ეხლა იმას დავუყრეს. ჯერჯობია რომ დათესოს, მაგრამ არ თესავს. დებილია ვილიჯერი. კაი, მეგობრებო, მოკლედ მოდი აქედან დაგემშვიდობებით, იმედიათ კიდევ უფრო ცოტა დაგეხმარეთ ამ ფერმით და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. Peace! მომავალ შეხვედრამდე. კარგად!